გამარჯობა, მე საჭმის აღიარებული კრიტიკოსი მაქსი კოლეფსიკო ვარ. ისევ ჩილეში ვარ და დღეს დავაგემოვნებ ჩილეურ ვენდის და რამდენიმე ძალიან საინტერესო ლუდს. ვენდისიდან გვაქვს ძალიან საინტერესოა როგორი არის ვენდისი აქ არ მიჭამია ეხლა პირველად ჭამ როგორც იქნა მოვიდა ეს cheat day ამდენი ხანი ველოდებოდ ბურგერები ჩვენ ბურგერებს გავს და რაღაცეები ცოტა განსხვავებულებიც არის და ანუ მე სხვანაირი ბურგერით შევუკვეთე და ჩვენნაირი ბურგერებით შევუკვეთე და ისინი შევადაროთ და ახლები გავსინჯოთ ესე იგი აქ გვაქვს ემპანადები ემპანადას სულ უკვეთავ რა რომ მაინტერესებს ხოლმე როგორი არის ემპანადა სხვადასხვა ფასტფუდებში ყველას აქვს ფასტფუდებში ემპანადა და ჩვენც რაღაც ხაჭაპური ან რაღაცა გქონდეს ჩვენ ფასტფუდებში რაღაც ეროვნული ჩემი აზრით კარგი იქნებოდა აი რაღაცა რა ამათ ემპანადა არის ამათ ეროვნული საჭმელი ფასტფუდას აქვს აი KFC-საც ჰქონდა და ამასაც აქვს ოკეი ერთი ბურგერი მეორე ბურგერი რა არის არა წერია მესამე ბურგერი მეოთხე ბურგერი ოჰო კაი სამუშაოა და მეხუთე ბურგერი აქ ალბათ კარტოფილი გვაქვს. კარტოფილი რო აი ეს უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამათ კარტოფილში ვერ ვაჯობებთ. ხა აქაურია. როგორც ესენი ღვინოში ვერ უჯობნიან, ისე ჩვენ კარტოფილში ვერ ვაჯობებთ. ეს დაჯდება $37 დაახლოებით. ცოტა არ იყოს ძვირია, ეხა 5 ბურგერი. საქართველოში არ დაჯდებოდა $37 არის დაახლოებით $100, ხო? საქართველოში $100 დაჯდებოდა 5 ბურგერი, კარტოფილი და ემპანადები. არ ვიცი, შეიძლება. კარტოფილს რა ჭირს, ბიჭო? ეხა უყურე რა. ნაძირალა კარტოფილი მომიტანეს. აი ნახე, დედა აქვს ნატირები, პიურე მომიტანეს კარტოფილი კი არა. ძირში ეყარა ეთქვა და ეგ მომიტანეს. რამდენი ვაქე და მაინც ამან ჩაიჯო. ზეთის გემო, აი შეხედე. რა ძირში ეყარა რაღაცა ეთქვა მორჩენილი და ის ამოფხიკეს და ის მომიტანეს. ზეთის გემო აქვს საშინელი. ეს კარტოფილი რო გააფუჭო, ძალიან რთულია და მაინც გემრიელია. ცოტათი, მაგრამ მაინც. ეს ბურგერები, სანამ ბურგერების ჭამას დავიწყებთ, როდესაც ამ ვიდეოს არის ძველი ახალი წლის მეორე დღე. წუხელ მე და ჩემმა ქალმა იმენა შამპანურების ბავშვი ვიღაც ახსოვდა, იმენა მიგდებული იყო და მაგარი დავთვერი, მე ის არ დათვრა. და შამპანური მაძლევს ყოველთვის, თითქმის ყოველთვის ძალიან პახმელიას და გავიგუძე ძალიან შეწუხებულმა და ოღონდ პახმელია. ამას ვამბობ განგებრა, ნაფახუზების სიტყვა არ მიყვარს, პახმელია მიყვარს და რავი, რაც გინდათ ის დამამბრალეთ, მაგრამ ეგ სიტყვა მიყვარს რა. ხო და რა უხდება პახმელიას, რა უხდება და ლუდი. ჩილე როგორც უკვე გითხარით, ლუდების გამოირჩევა, რამდენიმე საკაიფო ლუდი დავითრიე. ბარემ ერთად დავლივებთ და აი ყველა საინტერესო. ეს არის Iron Maiden-ის ლუდი, რომელსაც ქვია ტრუპერი, აი ტრუპერ. მოდი ხამებს გავათავისუფლებ. კაროჩე, სანამ რამე სხვაზე გადავიდოდე, ჯერ პახმელიას უნდა გავახსნევინო. Iron Maiden-ის ყველა ცნობილი სიმღერაა ტრუპერი, ალბათ გესოდინება, მაგრამ მე ის უფრო მიყვარს. Fear of the Dark. ხო იცი. მოკლედ რა, ამ ლუდს გავახსნევინებ. ძალიან საინტერესოა, საქართველოში არ იყიდება, მე მგონი ლიმიტირებული გამოცემაა, არის თუ არა, მოკლედ არ ვიცი რა. ხო, სუნი აქვს არაფერს მომცემი დიდად ჩაურაკრაკოთ. ბოლოში უნდა ავაკაფოთ. ლუდის დასხმის ყველაზე სწორი ტექნიკა, ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, რაც ჩემმა პრაქტიკამ მასწავლა არის ეს. ეს კიდე არის ამბერი, როგორც ხედავთ. ამბერი ნიშნავს ქარვა რა, ქარვის ფერს. ქარვის ფერი ლუდია, როგორც ხედავთ, ლაგერის სუნი აქვს. ნუ აშკარად ბრიტანული სიყვარულია, ამბერი უფრო ბრიტანული ამბავია, ვიდრე ევროპული რა. ანუ ესეთი ფერის ლუდი. დავაი. მე თუ რატო უნდა ასუქებდეს და რატო უნდა იყოს ჯანმრთელობით ცუდია ესეთი გენიალური სითხე. ჩვეულებრივი ამბერ ლაგერია რა. მაგრამ არ არის ცუდი ლუდი ნამდვილად. კიდევ დავლებდი როცა ამბერ ლაგერი მომინდებოდა, ერთით და გადავიდეთ უკვე საჭმელებზე. შენ ლუდია, შენ მაპატია, შენ უინერვიულებ. შეზდავებას არ ვაპირებ, ეს ერთი ბოთლი მაქვს წამოღებული აქ მარტო ამას ვერ გავხსნი რა. ამიტომ მიდევს ხოლმე ესე გვერდზე. არ გეწყინოს, აი გაიცანი ეს Iron Maiden-ის ტრუპერია, ამბერ ლაგერი. სახელოსნო ქართული ლაგერი. პახმელია დროებით შეგვეშვა, განეიტრალდა. შეგვიძლია მთავარ საქმეს დავუბრუნდეთ და დავიწყოთ ბურგერების დაგემოვნება. რადგან ჩილეში ვართ, პატივისცეთ ათაურობას და ემპანადას დავიწყოთ. ჩვეულებრივი გაბრწყინებული ცომი, ალბათ შემთხვევი არ დევს. ნახე, კარტოფილის დაყოლით არის მე მგონი. ეს საინტერესო ემპანადაა უფრო წინასთან შედარებით. просто აი არ დებენ ჩირთავს რა. ეს რა დროით უკეთესი იქნებოდა. ამას აშკარად
კარტოფილი და ყველი აქვს და გაცილებით უკეთესია ვიდრე KFC-ს ქონდა, იმიტომ რომ KFC-ში არაფერი არის და ჩემი დაკვირვებით, რაც მე გამისინჯავს, ხო ძალიან ცნობილი კომბინაციაა ყველი და პური რა. არსებობს ყველის პიცა, ყველიანი ემპანადა არსებობს, ჩიზბრედი არსებობს და აი ბევრი ყველის და პურის კომბინაცია არსებობს რა, მაგრამ მე ჯერჯერობით ხაჭაპურზე, იმერულ ხაჭაპურზე, მაგარი ყველის და პურის კომბინაცია მე ჯერ არ გამისინჯავს და ესეც რაღაც ბოლოში დასაყენებელია, ჩემთვის პირველი არის იმერული ხაჭაპური რა. გავმარჯოს იმერული ხაჭაპურს. მიუხედავად იმისა, რომ იმერული ხაჭაპური არ მიყვარს, ანუ ხორცისტი კაცი ვარ და პური ზოგადად არ მიყვარს, მაინც მევასება. ოკეი, დავიწყოთ. ეხლა ეს რომელი ეს ბურგერები არ ვიცი და არ აწერია. ეს არის რომელი ბურგერი მე თვითონ გამოვიცნობ. აჰა, ოკეი, ბეიკონ ჩედარ ლავერს ბურგერი. ანუ ეს არის ჩედარით, ბეკონით და აი ბეკონი, ჩედარი, ხორცი, კიდევ ბეკონი, მეორე ფენას შორისაც და პური. შრალი იქნება, соуსი არ აქვს ფაქტიურად, აი ზევიდან აქვს ცოტა და ბეკონატორს გავს, просто ამას მეტი ყველი აქვს, მე მგონი. თაშორის ბეკონატორიც არის აქ და რა ვიცი, მაიონეზი და კეჩუპი. რა უნდა იყოს ახლა ამას იქნება სტანდარტული ფასტ ფუდ ბურგერის გამო რა, არაფერი განსაკუთრებული არ არის. просто ვენდისი როგორია, მაინტერესებს. აი როგორი ამდენად გემრიელია ამათან ვენდისი. ხო, შია. ბიჭო, ამ ქვეყანაში ყველაფერი გემრიელია. ძალიან შურს ამათი. წნაში რომ მოვიმატიათ ყოველ, მაგრამ ეჭვს თავის შეკავება. ახალწლების ხე, იმიტომ რომ ჯანსაღად რო ვიყოვები, გაცილებით მეტს ვჭამ, ვიდრე საქართველოში ვჭამდი. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია ყველაფერი და რთულია ჭამა შეწყვეტა. მე კიდე გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელი საჭმელი. ერთიც. შვენიერი ბურგერია. ბეკონების გემო კარგად იგრძნობა და მოდის. ჩედარის რაც შორს არის უფრო, ხორცი საკმაოდ გემრიელია. და არც ისე ფასტ ფუდ ბურგერის საბეჭდებას არ ტოვებს. ეტყობა რომ ასე თუ ისე ფრეშია რა. ნამდვილი ხორცის გემო აქვს. ჩვენს ფასტ ფუდებში ეს არ არის, ხორცი აქვს რაღაცის გემო რა. გემრიელია, მაგრამ რაღაცის გემო აქვს. ამას იმენა ხორცის გემო აქვს. აი ტაფაზე რო შეტყვა ხორცს მაგის. რაღაც ესეთი ტრადიცია აქვს. აი აქაურს ფასტ ფუდებს რო соусების დამატების ოფშენი არ არის, როცა იძახებ. მაკდონალდს ვაფშე ვერ ვიძახებ. არ არის მაკდონალდს. მარტო ქათამი აქვს გამოძახებით მაკდონალდს. ანუ სხვა ბურგერები არ აქვს, მარტო ქათმის პროდუქტები რა, ბურგერებიც და ნაგეტებიც და ასე შემდეგ. და არც ერთი ფასტ ფუდი არ გამატებინებს соусებს, თუ რაღაცაა თვითონ გაძლევენ რა. კიდე რა, ხელსახოცი არ მოგვთ არასოდეს. ოკეი, შვენიერი ბურგერია ეს. კარგია. თავი გემრიელია, შურს ამათი რა. ყველაფერი კარგი აქვს. ეს არის მე სამი ქვეყანა, სადაც გავატარე დაახლოებით 3 თვე რა. 3 თვე ხო ხანგრძლივი პერიოდია, შეგვიძლია ამ პერიოდში ქვეყანა შეიგრძნო ასე თუ ისე. ნაცხოვრები, ასე ვთქვათ, იტალიაში მაქვს, ასევე 3 თვით. ერთი საფრანგეთში მაქვს, თუმცა ნაკლები 3 თვეზე, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდითაც იქ, პარიზში, იმიტომ რომ იქ მუშაობდი, იტალიაში, მილანში. და მესამე არის ეს ქვეყანა რა და ნამყოფი ისე ვერ ქვეყანაში ვარ და ეხლა ამას რატო გიყვები რა. ეს ქვეყანა მომწონს ამ ყველასთან შედარებით ყველაზე მეტად რა. მოდი თან შემდეგზე გადავიდეთ და თან მოგიყვება. ეს ქვეყანა მომწონს, იმიტომ რომ ფასებიც ადეკვატურია. გარემო ძალიან კარგია, ხალხიც ძალიან მეგობრულია. რავი, კომფორტული ქვეყანაა იმისთვის, რომ უბრალოდ ადგე და იცხოვრო შვიდად. საქართველოს შემდეგ, ამის შემდეგ, აი აქამდე იტალიას ვიძახდი ხოლმე, რომ აი იტალია ძალიან ჩემია თქო რა. საქართველოს შემდეგ ეხლა რა ვიცი, ჩილეს დავაყენებ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი ქვეყანა აღმოჩნდა, ძალიან კარგი ხალხით, მაგრამ მინუსებიც აქვს და მაგას ზიატყვი. ეს არის რაღაც ფრეშია. ამას ქვია Devon ბურგერი, მოიცა გადავამოწმო. ამას ქვია Devon ბურგერი, რომელიც არის უფრო მეტი ბოსტნეულით და ერთცალი ხორცით. ამას ქონდა ორმაგი ვერსიაც, მაგრამ მე შევუკვეთე, იმიტომ რომ რავი, ბევრი ბურგერი მაქვს საჭმელი და ორმაგი რაღაცები არ მინდოს. სხვა შორის სამაგი ბეკონატორიც იყო, მაგრამ მე ორმაგი შევუკვეთე. მაგარი გრადუსიანი ლუდია, ბრატ. ივე და გამიყვანა. მოგიმარჯოს. ოკეი. Devon ბურგერი შედგება ხორცისგან. მაგარი თვალი ვარ. ხორცი, ყველი, Devon ბურგერი შედგება ხორცი, ყველი, პომიდორი, მჟავე კიტრი და სალათის ფურცელი და კეჩუპი მაიონეზისგან და ძალიან ცნობილი კომბინაცია, სად არ გვინახავს ეგეთი კომბინაცია, ყველა საბურგერს აქვს გავსი ბურგერი ალბათ. ესეც ერთ-ერთი ბურგერია რა. არაფერი გამორჩეული ერთ-ერთი ბურგერია რა. ის ნაჯობდა. Fresh ბურგერი რავი. ეს არის fast food სიფრეში არ უხდება რა. აი fast food-ი რო ცდილობს რომ იყოს fresh-ი, ჯერ ხო რაც გვატყუებ რა. fresh-ი ანერად მაიყოს fast food-ი. თუმცა დავწყნა ცოტა მოიწოდე. ძალიან ჭამე.
როდის არის გამზადებული ეს ხორცი და გაყინული, ღმერთმა უწყის და კეჩუპი და მაიონეზი და რა ინგრედიენტები არის გამოკეთებული და ასე შემდეგ ღმერთმა უწყის და მოდი ჯობია რომ თქვა რომ არ ვარ ფრეში, ისედაც თანახმა ვარ ჭამო რაღაცა, არა ჯანსაღი საჭმელი, როცა ფასტ ფუდს უძახებ და იმის მოტყობა რომ ეს ბურგერი ფრეშია, საჭირო არ არის. ეს ბურგერი დიდად არ მომეწონა. ფრეშობის მცდელობა უფრო გააფუჭა ვიდრე გააგემრიალა. გაგიმართ კარგად იყავით თქვენ რაც. მაგარი პირში მთქმელი ლუდი ყოფილა ეს. რა მძიმე მუსიკას Iron Maiden-ს აქვს, იგივე მძიმე ლუდი გაუკეთებიათ. გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. ხმამესმის შიგნან ბავშვი ჩხავის იხევა იმენ, აი ესეთი. რა ძალიან მტრელა ბავშვი აღმოჩნდა, ბევრ სტილის, დასაშვებზე მეც სტილის. გადავიდეთ შემდეგ ბურგერზე. შემდეგ ბურგერთან ერთად შეგვიძლია შემდეგ ლუდის გადავიდეთ, ოღონდ როცა ბურგერს დავაგემოვნოთ მაგის შემდეგ. ეხა ერთ ჩემ მიგნებას გაგიზიარებ, რომელიც შედეგაში არ მიგიგნია, რომელიც არც ისე ჯანსაღი მიგნება, მაგრამ მაინც გაგიზიარებ რა. იქამდე კი შემდეგი ბურგერი არის, ეს არის cheddar melty. და მეგონა რომ რადგან melty ქონა სახელწოდებაში, cheddar melty იქნებოდა. პორტაბელა melty რო აქვს ვენდის ხოით ჩვენთან, იმის მსგავსი რა, მაგრამ ვიზუალურად უკვე არ გავს რა. არა, აუ შეხედი რამდენი ბოსტნეული აქვს ამათაც. 2 პომიდორი, რა უბედურება. პომიდორი, ბეკონი, სალატის ფურცელი, ხორცი და ყველი. ნუ პური თავისთავად. ამას ხახვიც აქვს, მოთუშული ხახვი. აი. კარამელიზირებული ხახვი. ხო, საერთოდ სხვა გემოზე დასვა ამ ხახმა და ძალიან მოუხდა. აია, მაგრამ მარილი აყრია ბიჭო. ზოგადად მე მარილიანი საჭმელი მიყვარს რა. და როგორც ამობენ, თუმცა გემონება კარგად აქვს განვითარებული, იმას უყვარს მეტად მარილიანი საჭმელი, იმიტომ რომ მარილი გემონებს უფრო ხსნის და ეს ამ საჭმელისგან უფრო მეტ გემოს ითხოვს. ეს ტიპი ვისაც მარილიანი საჭმელი უყვარს რა და ნამდვილად მართალი არ ვიცი, სადღაც ვნახე. უბრალოდ გიზიარებ, მომეწონა ეგ აზრი, იმიტომ რომ მე ვარ ეს ტიპი ვისაც მარილიანი საჭმელი უყვარს და ვამეთქი ეს გურმანი ვარ და აია, ამბარი რას ნიშნავს? ნუ რავი რაღაცას ნიშნავს. ეს არის შემდეგი ლუდი, რომელიც არის არტიზანული ლუდი, ესე აწერია. სუნი აქვს, სტაუტია? არა, ესეც ამბერია. სუფთა სტაუტის სუნი აქვს. სტაუტი ხო იცი რომელია? ანუ მუქია რა, ან მუქი ამბერია. შეხედე, საკმაოდ მუქია. სტაუტი ხო იცი რომელია? სტაუტი არის აი ირლანდიულია, თუ არ ვთქვი, მე მგონი ირლანდიულია. შავი ლუდი რა, მაგას ეძახიან სტაუტს. ყავის გემო რო დაკრავს. ხო და მაგის სუნი აქვს ძალიან გამოკვეთილი. იმენნა მაგის სუნი აქვს და ფერი საკმაოდ მუქია, როგორც ხედავ, კაფი ნორმალურად აქვს. მოდი გავსინჯოთ. ძალიან გამოკვეთილი ალაოს არომატები აქვს, რაც ძალიან კარგია, მე ძალიან მიყვარს ლუდში და მშვენიერი უკმაყოფილო არა ვარ, აქ გადატყობა გრადუსიც მაღალი აქვს. ერთიც მოვყუჩოთ და წეღარო გეუბნებოდი, რაღაც მიქნება გავაკეთეთქო, მაგას მოგიყვებით. მარვლა. ორი ბურგერი დამჩარებლით დავიწყოთ. პირველი რომელი იყოს? ერთი ქათმის ბურგერი, ერთი ბეკონატორი და ალბათ ბეკონატორი ეს არის და მოდი ბეკონატორი ბოლოს იყოს. მე მგონი ეს არის ქათმის, იმიტომ რომ ნახე ამას 4 ფორმა აქვს და ბეკონატორის 4 ხორცები უდევს შიგნით. პირველი იყოს ქათმის ბურგერი. არა, ვერ გავარტყი. ბეკონატორია ეს ორმაგი? ორმაგი უნდა ყოფილიყო და მომატყუეს ერთი ხორცი დევს შიგნით. შეხედე. კარგი რა. არა უშავს, მაინც ამდენი ბურგერები მაქვს არ ვიცოწუნა. დამადლებული ბეკონატორია რა. კარაქიანი პურის გემოზე რატო ვჭამ? მოკლედ რას გეუბნებოდი? არ ვიცი ამდენად გარკვეული ტიპი ხარ ალკოჰოლში და როგორ მოიხმარ ალკოჰოლს რა, მაგრამ ალბათ იცი რომ კახელი ვარ და კახელებისთვის ალკოჰოლი საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცაა. ეხა არ ვიცი, კი ვიცი რომ ალკოჰოლი ცუდია და ვიცი ეს ყველა დემონიზირება ალკოჰოლის რომელსაც გვეუბნებიან, მართალია, ცუდია ალკოჰოლი, მაგრამ მე ალკოჰოლი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლუდი დაგვინო და უფრო განსაკუთრებით ლუდი, მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, რატომღაც ლუდი უფრო მიყვარს და ჩემი მიგნება რაში მდგომარეობს. ჯერ ერთი, ყველა ალკოჰოლს სხვადასხვანაირი თრობა აქვს. თუ სვავ ღვინოს, აბსოლუტურად სხვა ეფექტს გაძლევს, ანუ სხვანაირი სიმთვრალეს გაძლევს, თუ სვავ ლუდს სხვა სიმთვრალეს, ტეკილას სხვა სიმთვრალეს, ანუ ყველა სასმელს აქვს რაღაც დანიშნულება. აი მაგალითად, ტეკილა გაბედნიერებს რა, რაღაც ისეთ სიმთვრალეს აქვს, აი აგულავდები რა. ლუდს ცოტა არეული სიმთვრალე აქვს რა, აი არეული. ვისკის მაგალითად აქვს, ეს შენსაც დაგაჭერინებს თუ რაღაც. ჩასერიოზულდები და რაღაცნაირი უფრო წყნარი სიმთვრალე აქვს და ასე შემდეგ რა. და ხო, არსებობს სიმთვრალე და კიდე არსებობს ნაბახუზებიდან გამოსვლა, კიდე შემდეგი ლეველია, გაიგე? ნახე, ახმელიდან უფრო სწორედ ნაბახუზები არ მიყვარს ეს. ანუ ერთი кайფი არის როთრები ეგ და ეს თავის სიმთვრალე თავის ყველა ურთიერთობით და ყველაფერს იმიტომ ხო არ სვავ რომ დალიო და всё. სვავ იმიტომ რომ ამას თავის თანხლები რაღაცები აქვს რაც მოგწონს. და შემდეგი ეტაპი შეიძლება ბევრს არ აქვს დამოღამებული, ეს დარწმუნებული ვარ, ბევრს არ აქვს დამოღამებული, არის
ნაბახუზევი. ნაბახუზევზე ხალხი იტანჯება, მაგრამ შენ შეგიძლია გადააკეთო ნაბახუზევი ძალიან კარგი კიდე ერთ კაიფად ჭალებში. კაიფი ჭალებში. გაგვიმარჯოს. აია. ნახე რაც გულისხმობ. ნაბახუზევზე რომ დავეო, საერთოდ სხვანაირი შეგრძნებები აქვს რა. და გააჩნია რას დალევ. მე გამომიცდია ალბათ 2-3 საათმანი ნაბახუზევზე, იმიტომ რომ ყველაფრის დალევა ნაბახუზევზე კარგი არ არის. ერთი არის ვისკი, რაც კარგია ნაბახუზევზე, მეორე არის არაყი, მესამე არის ლუდი და ცუდი. ან ლუდი ნაბახუზევზე ჯობია ვისკი, არაყი ან კონიაკი დალიო. კონიაკი არ მიყვარს მე ნაბახუზევზე. არაყი სწრაფად ხსნის და სწრაფად გაბედნიერებს და კარგია. ვისკი როცა დალევა არ გინდა ნაბახუზევზე, მაშინ უნდა დალიო იდეაში, იმიტომ რომ ცოტა სიყლუპავ და გინეიტრალებს იმ ცუდ შეგრძნებებს და ლუდი კიდე უბრალოდ აი ლუდი თუ ძალიან გიყვარს, მაშინ უნდა დავდე ლუდი ნაბახუზევზე რა, თორემ ლუდის ეს სასმელია რომ ორგანიზმიდან ძალიან გვიან გამოდის. და რო დალევ ნაბახუზევზე მე მთელი დღე ტანჯავს რა. ხო და ჩემი მიგნება ეფაში მდგომარეობს ნაბახუზევზე. დალევა არის კიდე ერთი კაიფი, რომელიც ჯობია საკუთარ თავს არ წაართვა რა. წინა დღეს თუ დალიე, გაიგუძე და ცუდად ხარ, დამიჯერე. 3 ჭიქა არაყი გადაარტყი, ან 1-2 კათხაული გადაარტყი. ბევრი არა უყო. 3 ჭიქა არაყს თუ გაცდები, უკვე კაიფო რა. შეიძლება არ გაგიხსენს 5 დაგჭირდეს, მაგრამ აი 5 თუ გაცდები 5 ჭიქა არაყს. მე როგორ მართლა კაიფობ. და ნაბახუზევზე ჯობია არ იკაიფო, იმიტომ რომ შემდეგ დღეს გაცლებით ცუდ ნაბახუზევი ექნება, რომელსაც ალკოჰოლი ვეღარ უშორეს. უკვე ზაფხულისა იყიდებ. 3 ჭიქა არაყი, 3-იან მაქსიმუმ 5. დავსჯო, შეეშუმერე. ან დაიძინე, ან იკაიფე პროსტა წამოწექი, ან რა ვიცი რაღაცა, ან 2-3 კათხაული, 3 კათხაულს თუ გაცდები, უკვე მანდაც კეიფობ. ეს ბურგერი მშვენიერია. აია, სხვა რამეს ვლოდი ბეკონატორისგან, მაგრამ სხვა რაღაც დამხვდა, მაგრამ გემრიელია. ეს ჩვენი ბოლო ბურგერია, ქათმის ბურგერი. აუ, ჩიკენ აწერია ამას და მე გამოვიცნობ თქო და ამაზე თქვი ბეკონატორია თქო. ალბათ ამერმა დამცინეთ წერა. როცა ვიყავი დაახლოებით, აი 20, 21, 22 წლის, შიშები მქონდა ხოლმე რა. აუთ არავის არ მეუბნებოდი, ამაზე არ მელაპარაკია არავისთან. მოდი მოგიყვები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, გავს პრობლემა შეიძლება კიდე ბევრს ქონდეს, რომელიც მაშინ და ჩემს ასაკშია ეხა. და კიდე სხვა ასაკშიც და მაგალითად სულად გძნობდი თავს. აი ეს შიშები მქონდა. მე გონია რომ მოუკვდები რა. ანუ აი რაღაც ჩვეულებრივ სახში ხარ, ზიხარ მუშაობ, ან რა ვიცინო წამოწოლი ხარ ან რაღაცა და უცებ შიში ამიტანდა რომ ეხა შეიძლება მოუკვდე. და მე გონია რომ ცუდად ვარ რა, რომ შემეშინდებოდა, ან გული ამიჩქარდებოდა ან რაღაცა და გული რომ ამიჩქარდებოდა, ხილს მივდები და ბრახი ბრუხობს, კიდე უფრო ცუდად ხვდებოდი, ზეიდან ემატებოდა კიდე რომ ცუდად ვარ და ეს მტკიცებულობა იყო რომ გული ამიჩქარდა, ესე იგი ცუდად ვარ და ბიჭო რაღაც ესე ნერვულად თუ რაღაც ესე აუფორია ქცებოდი და მართლა მე გონია რომ ცუდად ვარ რა. და ეს მემართებოდა, ან კურშეტევაში ეს არ იზრდებოდა, მაგრამ აი ცუდად ვიყავი რა და რამდენჯერმე ამის გამო ექიმთანაც მივედი რა. რომ აი ცუდად ვარ და წამიყვანეთ და ექიმთან წამიყვანეთ და რაღაცა საავტოფოში მივედი მაგის გამო, რომ მე გონია ცუდად ვარ. ხო და რამდენჯერმე რომ ეს გამიმეორდა და რაღაც პერიოდი რომ ეს გრძელდებოდა, დავამუღამა მე რომ ეს შიშები მაქვს რა, ანუ შიშია ეს. კი არ გვდები, უბრალოდ მეშინია. მაგრამ ამის ბოლომდე არ მჯეროდა რა. მე გონია რომ მართლა შეიძლება მოუკვდე და თუ რაღაც მომს არ მივიღებ, მართლა შეიძლება მოუკვდე. და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, როგორ დავამარცხე ხა ეს შიში. და ქათმის გამო არ მომწონს. ის საქონლის ხორცები ძალიან გემრიელი იყო ნაბურგერები და ამ ქათამს იმენა ფასტ ფუდ ქათმის გამო აქვს რა. იდეაში რაც უნდა იყოს ეგ არის. ნორმა. წავა რა. ეხლა ეს ვარ გინდ ბურგერი მაჭამე და გინდ ბოსბაში აზრი არა აქვს იმის. დაგვიმარჯოს. ვინც გაიაროს, გამაიეროს, კაი თვალით გამაიხედოს, სულ ყველას გაუმარჯოს. ვინც ცუდი თვალით გამაიხედოს კიდე ერთი იმათ დედაც იქ ანუ სულ ყოველთვის გქონდა რაღაც იმედი რა, რომ ეხლა თუ ეგ დამემართება და ძალიან აუყვები სასწრაფოში დაურეკავ, ან ვიღაც მაკაც დაურეკავ, ან რაღაცას ვიზავ და რაღაცა ის გეგმას მქონდა რა, აი როგორ უნდა უშუალო თავს იმ სიტუაციაში თუ ეს პანიკოში და დამემართება, მაგრამ მაწუხებდა ძალიან, რა უცბად აფორია ხდებოდა რაღაცა მჭირს, რაღაცა მჭირს და თუ ძალიან გადაიზრდებოდა, ან ექიმთან წავსო ვიყავი, ან ვიღაც ამერიკა მომხედე მეთქი, ან რაღაცა ეგეთი და ეს უფრო მძაფრდებოდა ხოლმე პახმელიაზე, ვაიმე პახმელიაზე ხო ისედაც ცუდად ხარ. ესე ვიყავი სულ პახმელიაზე მე და დაიწყდა ხოლმე ბრახი ბრუხს გული, რა ვიცი, აი ჩემი პახმელები იყო ტანჯოები, ალკოჰოლის მიღებაც მეშინოდა და ვიტანჯებოდი, მე საშინელება იყო და კაროჩე, ავდექი და დავფიქრდი ერთხელ, რომ მეთქი ხა ამ შიშებთან ერთად მე არ მინდა ცხოვრება რა, არ ვიცხოვრებ ამ შიშებთან ერთად. ხო და რაღაცნაირად მოგვარდეს ეს რა. რაღაცნაირად ისე უნდა ვქნა, რომ ამასთან მარტო დავრჩე ამ რაღაცასთან, ამ შეგრძნებასთან შიშია თუ რა არის. რაღაცა დედა უნდა უტირო რა. თუ ეს ნამდვილია და მართლა ვკვდები, მოუკვდე მაგის და ცოტა რიგად ცხოვრება არ მინდა ამასთან ერთად და თუ ნამდვილი არ არის კიდე, მაშინ დავუპირისპირებ დედას ვუტირებ თქო და რა ვქენი, იცი? კარავი ავიღე, ავდექი, კარავი ავიღე, კაროჩე. ადრეს ლაშქრობდი ხოლმე ხშირად მეგობრებთან ერთად, მაგრამ წავედი ლაშქრობ მარტო. ერთი კვირით
ანუ დაგეგმილი არ მქონდა რამდენი ხნით მივდიოდი. მაგრამ თქვი რომ კაროჩე ეს თალგოთმან წავიდე, სადაც ჩემ გარდა არავინ არ არის, ტელეფონი არ იჭერს, საკუთარი თავისი მეძე ვარ მარტო. თუ ეს დავემართება, რა ვიცი, ვერავის ვერ დავურეკავ, არანაირი საშუალი არ იქნება და მოვკვდე მაგის დედაცვატი. ესეთი ფიქრები მქონდა რა მოვკვდე ბიჭო, ნერვოზი გაქვს. ხო, წავედი კაროჩე, ტყეში სიონის ტყე თუ ვიცით, ოღონდ ზევით ავედი ტრაქში იმენა. წყალსაცავი ვარ თუ რაღაც რო ბანაო მე ხოლმე იქ, მანდ რო ტყე არის იქ. მანდ ხო ხშირად ბანაკდებიან. მაგრამ მე ავედი ზევით ტრაქში, სადაც აღარ ტელეფონი იჭერს. ცხოველებია გარშემო და რა ყოველდღე მგლები ყმოდნენ და რაღაცები და ძალიან იმენა იქ სხვა რაღაცების მეშინოდა უკვე სიკვდილის აღარ მეშინოდა. გულის შეტევით რომ მოკდებოდი მაგის კამეშინო მგელმა არ შემჭამოს თუ მაგის მეშინოდა. ხო და წავედი მოკლედ იქ პირველ დღეს თელი ღამე მგლები ყმოდნენ პირველ ღამეს უფრო სწორედ რა. ამასობაში შემდეგი ლუდი რედ ლაგერი ესეც ამბერია, რაღაც ამბერები ამიღია შემთხვევით. ეს არის პატაგონია ამბრეც ესე ქვია და გასინჯუხ მოხდეს დაანგემრიელებულია. პატაგონია არის რაღაცა ადგილი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც თვალწარმტაცი წყალყოტებით გამოირჩევა და იმის საპატივსაცემად დაარქვეს ალბათ პატაგონია. ნუ ამბერია ესეც. შეხედე რა ფერზეა. ძალიან საშიში ღამე გადავიტანე. საერთოდ არ ვიფიქრე იმაზე, რომ გული შეტევა ან რაღაც. რო გავიღვიძე დღის ახლა უფრო ფიქრის საშუალება მქონდა და მაგაზე კონცენტრირებას და რა ვიცი, პირველივე დღეს იდეაში მივხვდი, რომ ეს ჩემი შიშები იყო დებილობა რა და ცხოვრებაში უფრო გაცლებით უფრო რეალური პრობლემები და საფრთხეებიც არსებობს, ვიდრე საკუთარ თავს მოხგვარო შიშები რომ რაღაცა გემართება ეგ არის. იქ გავატარე დაახლოებით 1 კვირა, მე მომწონდა მეტი 8 დღე. დაახლოებით მე 5 დღეს, მე 4-5 დღეს საჭმელი გამითავდა, მაგრამ თქვი რომ მე დავჩებით თქმა. დიდად ისინი წარქონა წაღებული, შეიარაღება თუ რაღაცა ნაჯახი და რაღაცეები რომ შეშამომეპოვებიდან და ისინი არ ქონა წაღებული და ვაგროვდი შიშებს ბევრი ეყარა, იმიტომ რომ იქ ხალხი არ ლაშქრობდა და კაროჩე მოვხიკე რა გარშემო რაც შეშები იყო და ღამეს ეს ხსვანთებდი ხოლმე. ერთ-ერთ ღამეს წაღებული მქონდა რაღაც ისინი რა მშრალი საჭმელი ლაშქრობაზე ეგენი დაავთხო მე ზერად პიჩენია პიჩენია და რაღაც ერთ-ერთ ღამეს ხეზე მქონდა ჩამოკიდებული და ერთ-ერთ ღამეს იქ არ დამხვდა ეგ და მაგრა დავისტრესე მეთქი რა არის თქო რა მოიპარა ანუ ცოტა სიმაღლეზე იყო რა და რას უნდა აეღო არ ვიცი რა ანუ მაგ სიმაღლეზე რაც ხოველს უნდა აეღო არ ვიცი და ძალიან დავიგუძე ეგ იყო მე მგონი მე-3 მე-4 მე-5 რა შუაში რა სადაც რომელიღაც დღე იყო და ძალიან დავისტრესე წავალ მეთქი ხო ფიქრობდი მაგრამ მეთქი თუ ეხა შენ აქ შიშებს ამარცხებ ძმაო დარჩი და ნუ შეგეშენდება ნურაფრის და დაურჩი მაგის მიუხედავად და რავი არაფერმა არ შემჭამა და აი დაახლოებით მე-7 მე-8 დღეს იქიდან წამოვედი გამარჯვებული. ეხა ამ საქციელისკენ არ მოგიწოდებთ არავის. ტყეში წარით თქო და შეიძლება სახიფათო რაღაცაა ეგეთ ტყეში დარჩენა, სადაც მე ვიყავი, მაგდენი დღით სახიფათო რაღაცაა ძალიან და მე გადავრჩი. მაგას არ მოგიწოდებთ, მაგრამ თუ რაღაც შიშები გაქვს, შიშნა ჩახედო თვალებში რომ დაამარცხო რა. ანუ აი ამას მოგიწოდებ. მოგიმარჯვოთ ჩვენ შიშებიანად. აქ უკვე დამწვარი შაქრის გემო წამოვიდა, რაც ძალიან კარგია. ხდება. საბოლოო ჯამში დღევანდელი ჩვენი ვიდეო გამოვიდა აი ესეთი ისტორიებით და ბახუცით დატვირთული ახმელიაზე გამოვიდით ფაქტიურად ერთად. ნორმა. ახმელიასა ხენკალი უფრო ხდება ლუდთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში ვენდისმაც წაიღო. შენ კიდე გამოიწერე ჩემი არხი, მოგინდება. მაინც არ ვაპირებ იმას, რომ ტოტალიზატორს ფული გამოვართვა და ამ არხით ფული გავაკეთო. სხვა სპონსორი თუ გამოჩნდება, შეიძლება დალაპარაკებადი იყოს, მაგრამ ტოტალიზატორი და მსგავსი ამორალური რაღაცეები ნაღდად არა რა. იმედია ესე არ გამიჭირდება, რომ იძულებული ვიყო, რომ მაგათგან ფული ავიღო რა. ხო, გამოიწერეთ ჩემი არხი. ხო, ღმერთის წყალობით ეხა ესე არ მიჭირს, ტოტალიზატორის ფული მიჭირდებოდეს. რაც არ უნდა იყოს. არ მინდა ვიღაცებს ვაწყენდო. მაგრამ მაგაზე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, რომელიც არავის არ მოეწონება საერთოდ ვინც YouTube-ზე მოღვაწეობს და არ ვიცახი ამიტომ. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩილეური ვენდისი უფრო გემრიელია ვიდრე ქართული სამწუხაროდ, მაგრამ იცი რა, სამწუხაროდ ჩილეში საჭმელი უფრო გემრიელია ზოგადად ვიდრე საქართველოში რა. ზოგადად ვიძახი და არა ყველაფერი რა. რაღაცებს რო ვადარებ, ნუ კაროჩე ეგრეა რა. ძალიან გემრიელი ვენდისი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბურგერები დიდი კრეატივით არ გამოირჩეოდა, ყველა იყო ერთნაირი რა. ბეკონი, ყველი, ხორცი კეჩუპი, მაიონეზი, სალათფურცელი, პომიდორი რაღაცა ესენი იყო ათამაშებული და იყო ყველაფერი ძალიან გემრიელი. და ქართლის ბურგერი ნაკლებად მომეწონა, იმიტომ რომ იმასთან შედარებით არ იყო გემრიელი. საბოლოო ჯამში დასკვნა არის ის, რომ კარგია ჩილე, კარგია ჩილეური KFC. გაგვიმარჯოს კიდევ ერთხელ, ვინც გაიაროს, გამეეროს, ვინც არხი დაასაბსკრაიბოს, სულ ყველას გაუმარჯოს. ვინც არა კიდევ მალე გამოიწეროს.